განხუთის მუნიციპალიტეტი სოფელ ნიფსიანს 8 ნოემბრის ღამის დატრიალებული უბედური შემთხვევებით დიდხანს არ დაავიწყდება. თავდაპირველად ძლიერმა ცეცხლმა ტუღუშების საცხოვრებელი სახლის მეორე სართული მთლიანად გაანადგურა. შემდეგ კი იქვე ახლოს მდებარე სარიტუალო დარბაზიდან, სადაც ქორწილი მიმდინარეობდა, სიგარეტის მოსაწევად გამოსულ 2 ბათუმის სტუმარ ახალგაზრდას, როგორც ამბობენ, სატვირთო მანქანა დაეჯახა. რის შედეგად ერთი უკვე გარდაიცვალა, მეორე კი ბათუმში რეანიმობილით გადაიყვანეს. ქორწილი იყო ჩხუბლებრივად და მიმდინარეობდა ქორწილი დროს მოხდა ეს და მოხდა დარბაზიდან ხალხი მეტი არავინ არ იცის კონკრეტული არაფერი სად გამოხდა. ოჯახის დიასახლისი მერი ტუღუში კი იმავბედით ღამეს ასე იხსენებს. ზემოთის კვამლის ჩამოდიოდა და რომ ავირბინეკილეს მეორე სართულზე საძინებელში უკვე საერთოდ მოდობილი იყო. ყველით რომ გამოვარდი გარეთ ალი მომყვა უკან უკვე ჭერიდა. 15 წუთში განადგურდა საერთოდ მეორე სართული. ხანძარი სავარაუდოდ ძველმა ელექტროსადგურმა გამოიწვია. ამჟამად ტუღუშების მრავალწლიანი ოჯახი მეზობის საცხოვრებელ სახლია გადასული და დახმარებას ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობას. სანამ საცხოვრებელ სახლში გადავა, მანამდე სახელმწიფო გადაუხდის ასლას გირანოვის სახით და ამის შემდეგ იქნება ფულადი დახმარებაც, მაგრამ ახლა წინასწარ გეტყვით. დონმა ბესიკ დავიძე სოფლის დეპუტატი მიმდინარე აღნიშნული საკითხი შესაძლებლობის ფარგლებში